რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეული საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის გია დორეულისა და მასთან ერთად ორი დაკავებული პირის გირაოს თანხის განსაზღვრაზე იმსჯელეს. საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობდა. გია დორეული და დავით ქოროღლიშვილი დანაშაულს აღიარებენ. მინდია ტაბაღუა კი თავს უდანაშაულოდ ცნობს. რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებით დორეულს გირაოს სახით 20,000, ქოროღლიშვილს 10, ხოლო ტაბაღუას 2,000 ლარის გადახდა შეეფარდათ. როგორც მინდია ტაბაღუას ადვოკატმა განაცხადა, ისინი სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პირებს ბრალი სახელმწიფო ქონების თაღლითურად მითვისება შეედებათ. დორეულსა და ქოროღლიშვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოს დიდი ოდენობით თანხის სარალი მიადგა. 20,000 მოითხოვა პროკურატურამ, ჩვენ მოვითხოვეთ 10,000, რაც დაკმაყოფილებული იქნა სასამართლოს მიერ და შესაბამისად მოყოფილა ჩვენი მოთხოვნა გირაოს სახით 10,000 ლარის ოდენობის თანხის გადახდასთან დაკავშირებით. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ გადაწყვეტილებით კმაყოფილნი, იმიტომ რომ მინდია ტაბაღუა თავს არ ცნობს დამნაშავედ, იგი არის უდანაშაულო, შესაბამისად არ არსებობდა ასევე არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძველები მისთვის რაიმე სახის აკვეთის ღონისძიების შეფარდებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარემ 10,000 ლარი მოითხოვა, ხოლო სასამართლომ 2,000 ლარი შეუფარდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მაინც გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით და იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო მინდია ტაბაღუას გაათავისუფლოს ყოველგვარი აკვეთის სახის ღონისძიების. დავით კარაჯის ორ ნომერში მცხოვრები სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი, რომლებსაც ცოტა ხნის წინ შენობის დატოვება მოსთხოვეს, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს. მოსახლეობამ შენობა 1 აგვისტოს უნდა დატოვოს. როგორც სოციალურად დაუცველები აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან მათ შემოთავაზება მიიღეს, ნებისმიერი მიტოვებული ფართი დროებით საცხოვრებლად გამოიყენონ. ამ ეტაპზე მათ ნაწილს ყოფილი ავტოსკოლის შენობაში შესახლება სურს, თუმცა სოციალურად დაუცველები შენობაში შესვლას მასში განთავსებული ინვენტარის დაცლამდე ვერ ახერხებს. ორი ოჯახი კი უკვე მესამე დღეა დავით კარაჯის ქუჩაზე არსებულ კიდევ ერთ შენობაში შესახლდა. როგორც ისინი აცხადებენ, შენობა წელიწადზე მეტია დაკეტილია, თუმცა აღნიშნული ფაქტის შემდეგ ფარცმე პატრონი გამოუჩნდა, რომელიც აცხადებს, რომ შენობაში შეჭრის ფაქტი უკანონოა და მათ ამ ადგილის დატოვებაც მოუწევთ. რომ არ შეჩერებულიყო გაფორმებები, ჩვენ უკვე დაკმაყოფილებული უნდა ვიყოთ ამ დონეზე. ხო, ამიტომ მე პლუს ყველაფერს პროცენტით უნდა ავიღო ვალები, რომ ეს გავაკეთო და ეს ველოდებოდით პერიოდულად ნელ-ნელა ვაკეთებდა დიდ თანხას ვერ ბედავდით, იმიტომ რომ როგორია ეხლა გადაყარო ფული და ჯერ გაფორმებული არ აქვს. ველოდებოდით ამას. მუშინ წინ ჩავედით და გითხრეს, რა წუთშიც დაიწყება გაფორმებები, მაშინვე დაკმაყოფილდებით. არანაირი პრობლემა არ გეძება. არ მაქვს წასასვლელი არსად, გვასახლებენ. 3 დღეში დაცალეთ შენობა. აი პირველში უკვე იქ აღარ უნდა ვიყოთ. საწავიდე, ქუჩაში ვერ გავათენებ. აქ დაბადებული, აქ გაზრდილია ბავშვი. საწავიკონო სახლი მე არ გამაჩნია, კარიბი არ მაქვს. არანაირი ის არ გამაჩნია. ეს არის ყოფილი ავტოსკოლა. იყოს ჩვეულებრივი სასწავლო კლასები, მაგიდები, მერხები, რომლებიც მაწერია როგორც ქონება, როგორც სკოლის დირექტორს, რომელმაც უნდა ჩამოწეროს ეს ყველაფერი. ამას სჭირდება დრო, ვერ ჩამოვწეროთ ჯერჯერობით. სანამ არ ჩამოვწერ, ხო იმაზე მე პასუხს ვაგებ. ეხლა რომ შეუშვა მე ჩემი ნებით, ხო მის პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემ თავზე. ამიტომ სანამ იმ ქონების საკითხს ვერ გადავწყვიტავ და არ დავაბინებ და არ ჩავკეტავ და ბოქნოს არ დავადებ, როგორც აი შესასვლელი კარებსადაც, მე ვერავის ვერ შეუშვებ. დანიშნულია 1 აგვისტოს ამ მოსახლეობის გამოსახლება და ეძებდნენ ალტერნატიულ ფართს. არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მათთვის გამოეყოთ ფართი და პასუხი იყო ის, რომ მითითებული იყო აღნიშნული მისამართი, გითხრეს რომ არ აყავს მესაკუთრე და შეუძლიათ რომ შევიდნენ. რუსთავში წვიმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების ნაწილის შეკეთება დასრულდა. შესრულებული სამუშაოები დღეს მე-16 და მე-19 მიკრორაიონებში ვიცე-მერმა გიორგი ტაბადაძემ და მერის მოადგილემ დავით ჯაფარიძემ დაათვალიერეს. წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად სულ 1 მილიონი ლარია საჭირო. ამ ეტაპზე სამუშაოების შესასრულებლად 200,000 ლარია გამოყოფილი. დარჩენილი სამუშაოების ჩასატარებლად კი 800,000 ლარის გადმორიცხვასთან დაკავშირებით ქალაქის თვითმმართველობასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის შეთანხმება უკვე არსებობს. აღნიშნული თანხა უახლოეს მომავალში ადგილობრივ ბიუჯეტში გადმოირიცხება. ძალიან საშინელი სიტუაცია იყო, მოგეხსენებათ რაც ხდებოდა რუსთავში და იმ დღესვე მოვიდა საკრებულოს
თავმჯდომარე, ვიცე-მერი მოგზავნდა, ნახა შეაფასეს ყველაფერი და გაგვიკეთეს გულმოდგინედ და კარგად. რუსთავში სტიქიური უბედურების შემდეგ ამ კორპუსში შეექმნა პრობლემა. მესამე და მეორე სართულს, ძირითადად მესამე სართული იყო დაზარალებული, მაგრამ მუშაობის პროცესში და დემონტაჟის პროცესში გამოჩნდა, რომ მეორე სართულსაც ჰქონდა პრობლემა. მაინც სათუო იყო, მაგრამ თავი დავიზღვიეთ და მეორე სართულიც და მესამე სართულიც გავამაგრეთ და ამას აღარაფერი აღარ დაემართება, უკვე არის კაპიტალურად გაკეთებული და ხარისხიანად და რასთავარია მოსახლეობა კმაყოფილი. მოკლე ხანში ყველაფერი აღადგინეს, ყველაფერი გაგვიკეთეს, კმაყოფილია მთელი მაცხოვრებლები და 2-3 დღეში ყველაფერი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოაგვარა და თქვენც ხედავთ, რომ ყველაფერი გაკეთებულია ხუთიანზე. 19 მიკრორაიონში სტიქიის შედეგად დაზიანებული იქნა, თლიანად იქნა გადანგრეული ქარის შედეგად ის ფანჯრები და შემდგომ ჩვენი ხელისუფლებიდან თანხას გამოყოფის შედეგად მოხდა მისი აღდგენა და ამჟამად აღდგენილია და ქარი ვეღარ დააზიანეს აღნიშნულ ობიექტს. 2014 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით დღეს მერიის საკრებულოს დარბაზში საფინანსო საბიუჯეტო კომისია შეიკრიბა. შეხვედრას ქალაქის თვითმმართველობა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე 2013 წლის პროექტები და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს. აქცენტები გზების რეაბილიტაციის, შენობების გადახურვის და შიდა ეზოების მოწესრიგებაზე გაკეთდა. 2014 წლის ბიუჯეტის დეტალური განხილვა ნოემბრის თვისთვის იგეგმება. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეძღვნება 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების გამოხატვას. აუცილებელია დღევანდელ დღეს გამოიკვეთოს 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ფორმირება უნდა დამსწრდეს ნოემბრის თვის ბოლოსაკენ. დღეს საანგარიშო ვაბარებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკრებულოს ინიციატივით მოხდა დღევანდელი შეკრება. ჩვენ გავაცანით ყველა ის პრიორიტეტი თუ რა იყო ქალაქში დასახული, დღეს რა ხორციელდება. ყველა ის გზა, სახურავი იქნება თუ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი. დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის უკვე ახალი წლიდან ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა. ბუნებრივია, როცა ქალაქი არის თვითმმართველი ქალაქი, აქ უნდა მოხდეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროების ინტერესების და პრიორიტეტების განხილვა. რუსთავის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე თვითმმართველობა კონკურსს აცხადებს. საკრებულოს თავმჯდომარის კახა გურგენიძის ბრძანებით მსურველებს განაცხადების წარდგენა თვითმმართველობაში 29 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. დაინტერესებული კანდიდატების განაცხადებს სპეციალური კომისია გოგი ქავთარაძის თავმჯდომარეობით განიხილავს. გიგა ლურთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის ადგილი ვაკანტურია. ამასთან დაკავშირებით გამოიცა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება. შექმნილია კომისია მიიღო რა თქმა უნდა თავისი დებულება, ეხლა ცხადდება უკვე კონკურსი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება 29 უпростоრად განცხადებები მიიღება 29 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით. რა თქმა უნდა, აქ გათვალისწინებული იქნება აუცილებლად და რა თქმა უნდა შემომტანი ვისაც სურვილი გაუჩნდება სამხატვრო ხელმძღვანელის კონკურსში მონაწილეობა მიიღოს, რა თქმა უნდა, აქ აქცენტი გაკეთდება პროფესიონალიზმზე, გამოცდილებაზე. შემდეგ ეს განაცხადები შეიძლება შემოიტანონ კანცელარიაში ჩვეულებრივად მსურველებმა. შემდეგ ეს ყველა განაცხადი გადაეცემა კომისიას განსახილველად. რუსთავის საფეხბურთო გუნდი მეც, რომელმაც ბათუმში გია ზედანიას სახელობის ტურნირში გამარჯვება მოიპოვა, ქალაქის შემოსასვლელში საზეიმო დახვედრა მოუწყეს. შეჯიბრი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 8 გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის 7 საქართველოდან, 1 კი ბაქოდან. რუსთაველმა ფეხბურთელებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ჩემპიონობა მოიპოვეს. 17-დან 21 ივლისამდე ბათუმში ჩატარდა გია ზედანიას ყოფილი ბათუმელი ფეხბურთელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, სადაც მონაწილეობდა 8 გუნდი. 7 საქართველოს გუნდი იყო და 1 იყო ბაქოს გუნდი წარმომადგენელი. აქედან ჩვენ ფინალში მოგვიწია ბათუმის დინამოსთან თამაში, სადაც პენდლებში დავამარცხეთ 4-2. საკმაოდ მაღალი დონის ორგანიზებული ტურნირი იყო. საკმაოდ ძნელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან კარგად გადავიტანეთ, გავიმარჯვეთ და ეს ტურნირი კარგად გადაულახეთ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების განთავსება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ეტაპობრივად ხორციელდება. დღეს ინგლისურისა და რუსული ენის გამოცდების შედეგები გახდა ცნობილი. აბიტურიენტებისთვის უკვე ცნობილია ქართული ენის და ლიტერატურის, ზოგადი უნარჩვევებისა და ფრანგული ენის გამოცდების შედეგებიც. უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის საბოლოო სიები აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი. სახელმწიფო კანცელარიაში მიმდინარე მთავრობის ხდომაზე 35-მდე საკითხი განიხილეს. თემების უმრავლესობა ენერგეტიკის, ფინანსთა და ეკონომიკის დარგში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა. ხდომის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაამტკიცა. მთავრობის დღევანდელ ხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზურაბიშვილის გათავისუფლების საკითხიც გახდა ცნობილი. მინისტრთა კაბინეტმა დასავლეთ საქართველოში მოსახლეობისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე სიმშელა. იტალიაში პოლიციელებმა მაფიის წარმომადგენლები ორგანიზებულ დანაშაულში ამხილეს. დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები და იურისტები. ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად დაკავებულებს ბრალად მკვლელობები და მაფიის შიდა დაპირისპირებებში მონაწილეობის მიღება ედებათ. ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა და დედოფალმა სოფიამ სანტიაგოში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაშავებულები მოინახულეს. სამკურნალო დაწესებულებაში ამჟამად 100-მდე პაციენტი მკურნალობს. მათი უმეტესობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მეფე დედოფალმა მადლობა გადაუხადეს მაშველებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვეს. სარკინიგზო კატასტროფას ესპანეთში გუშინ 77 ადამიანი ემსხვერპლა. იაპონიის ბირთვული საწარმო რადიაციულ უსაფრთხოებას კვლავ ვერ უზრუნველყოფს ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიამ, რომელიც ფუკუსიმაზე გადის, აღიარა, რომ დაბინძურებული წყალი შესაძლოა ზღვაში მოხვდეს. ბირთვული რეფორმის მონიტორინგის თავმჯდომარემ პასუხისმგებელი ფირმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცუდი ფორმაა. ფუკუსიმა ბოლოს 2011 წელს დაზიანდა და ჩერნობილის შემდეგ ყველაზე დიდ ბირთვულ საფრთხეს წარმოადგენს.